ქართული ოცნების მთავრობის მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დამტკიცებულია. გილოცავთ, ანუ დეფორმატ წოდებული დოკუმენტი 9 წლიან საბაზო და 11 წლიან საშუალო სასკოლო რეფორმას ითვალისწინებს. კონცეფციის მიხედვით დაწყებითი და საბაზო ეტაპის პროგრამებში განხორციელებული ცვლილებები მოსწავლეებში ფუნდამენტური კომპეტენციების განვითარებას უზრუნველყოფს, რაც პირველიდან მე-9 კლასის ჩასვლის სეგმენტს მოიცავს. სკოლის საშუალო საფეხური კი რაც მე-10 მე-11 კლასებს გულისხმობს, სასწავლო პროგრამები მიზნობრივი და პროფილური გახდება. მე-12 კლასის შესაძლებლობა კი ნებაყოფლობითი დარჩება იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით მოისურვებენ აკადემიური მზადყოფნის გამტკიცებას. ასეთია მათი განმარტებები. ასევე დოკუმენტში წერია, რომ სკოლებში დაინერგება ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი. სკოლაში კი 15 სექტემბრის ჩათვლით დაბადებული 6 წლის ბავშვები შევლენ. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება და ასე შემდგომ. განათლების სპეციალისტებმა ახალ კონცეფციას თავიდანვე უწოდეს, როგორც გითხარით, განათლების დეფორმა და ახლა განათლების ექსპერტი, პარტია თავისუფლების მოედნის წევრი რეზო აფხაზავა ჩვენთან. მოგესალმებით რეზო. დამტკიცდა. ესე იგი, არავის ქონდა ალბათ სხვა მოლოდინი, რომ უკან წაიღებდა ოცნებამ ეგრეთ წოდებულ დეფორმას, მაგრამ ახლა რა ხდება? ხო, ნამდვილად დიდი მადლობა, რომ ინტერესდებით. ხშირი სტუმარი ვარ თქვენი და. კი ბატონო. ხო, ნუ მოკლედ გვიწევს რაღაცნაირად პასუხის გაცემა და ამ რეჟიმში ვართ და თავიდანვე მინდა ვთქვა და რაღაც ანონსივით გავაკეთო, რომ ჩვენ და საზოგადოებრივი ასამბლეის ინიციატივით ვცდილობთ, რომ შევქმნათ პლატფორმა, სადაც გარკვეული საზოგადოებრივი შეთანხმება შედგება და 8 თებერვალს ვაწყობთ ამ ფორუმს საქართველოს გულისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ეხლა განსაკუთრებით, როდესაც ყველანი თანხმდებით იმაზე, რომ ესენი მავნებლები არიან და ამაზე ხა დეტალურად გეტყვით, მაგრამ რა გვინდა, როგორი საქართველო გვინდა, ძალიან მკაფიო, რომ მზად უნდა ვიყოთ, მოკლედ იმისთვის, რომ ესენი რო წავლენ, როგორც პოლიტიკური პარტიების ერთობა მნიშვნელოვანი გარკვეულ ძირითად პრინციპებზე, ისე საზოგადოების ერთობაც არის მნიშვნელოვანი პრინციპებზე. ისე ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორც მაგალითად განათლება. თუნდაც როგორც არის განათლება და ამ თემებზე ძალიან მნიშვნელოვანია და 8 თებერვალს 3 საათზე ექსპო ჯორჯიაში ვატარებთ ამას და ვეპატიჟებთ ხალხს და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება. რაც შეეხება ამ დოკუმენტს, აი, რავი, წინაზეც აი ესე სუსიცილ ხარხარში გავატარეთ, მაგრამ ჩვენი შვილების მომავალზე არის ლაპარაკი, ნამდვილად, უბრალოდ აი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლევს, არ ვიცი, რომელი ერთი ჯერ საერთოდ რა ენაზე წერია ეს. ვის ფუნდამენტურ განათლებაზე უნდა იზრუნონ ამათმა? აი მაგალითად ერთ წინადადებას დაგიკითხავთ. აი აქ არის საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი, ლაპარაკი პრობლემებზე და ასე შემდეგ და ერთი წინადადებაა, რომ სკოლის განათლების სრულფასოვნად განხორციელებისთვის სპეციალური ბოდიშრიხტი სკოლის საბაზო საფეხური ყოველთვის ვერ ფუნქციონირებს როგორც ფუნდამენტური გარემო. სადაც მოსწავლე იღებს აუცილებელ ცოდნასა და ზოგადად. რას ნიშნავს საბაზო საფეხური ყოველთვის ვერ ფუნქციონირებს როგორც ფუნდამენტური გარემო? აი, ქართული არ არის. არა, რა ენა არის საერთოდ, ანუ ვის დააწერინეს ChatGPT-ს მაინც გადაახედონ, ხო? ნუ ეხლა თან აქ აი მაგალითად წერია, რომ აბსოლუტურად უცოდინარი ხალხი დაწერილია. მართლა მე მგონი აი ამ კომისიაში რაღაც ეს მოჭიდავე და სპორტსმენი ხალხი რო ყავდა, მართლა იმად დააწერინეს მე მგონი, იმიტომ აი მაგალითად სკოლის დაწყებით საფეხურზე რაღაცა კითხვის წერის მათემატიკის უნარები როგორ მოკლედ რეები იქნება, მაგალითად წერია. შემდეგ საბაზო საფეხურად უწერიათ პირველი მე-9 კლასი. ანუ დაწყებითი საფეხური თუ არის პირველი მე-6 კლასი, ხო უნდა ვიგულისხმოთ, რომ მე-7 მე-9 კლასი არის. ანუ საერთოდ საფეხურებს რო ცვლიან, ამაზე არაფერი ნათქვამი აქ არ არის. კი ბატონო. უბრალოდ აი აქ კონკრეტულად აღწერისას არის მოხსენიებული. და ვიღაცას გონია, რომ საბაზო საფეხური არის პირველიდან მე-9 კლასამდე. აი ეს წერია პირდაპირ აქ მე ხო არ ვიგონებ რა. და რომ მთელი სწავლების შინაარსი სულ თანხმედრაში მოვა ეროვნულ გამოცდებთან. ანუ ეროვნულ გამოცდების რაღაც მოსამზადებელ კურსებს აკეთებენ. ანუ ამ ზოგადი განათლება ეს წარმოუდგენიათ, რომ საბოლოო ჯამში რატომღაც გონიათ, რომ ყველა მოსწავლე, რომელიც ამთავრებს სკოლას, ყველა აბარებს უნივერსიტეტში და სკოლის ფუნქცია არის, რომ მოსწავლეები მოამზადოს უმაღლესი განათლების ეტაპზე გადასასვლელად. ეს არ არის ასე. სკოლას ძალიან კაფიო მიზნები და ამოცანები აქვს. ამათმა კი გადააკეთეს ეს ეროვნული მიზნები და რაღაც სადღეგრძელოები ჩაწერეს
დაწერეს შიგნით, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მოქალაქეები, რომლებიც იქნებიან აღჭურვილი შესაბამი როგორც სოდნით, ასევე იმუნარებით, რომელიც მათ საშუალებას მიცემს, რომ იყვნენ კონდეთ სწორი ღირებულებები და კონდეთ შესაბამისი კომპეტენციები. არც ღირებულებები და არც კომპეტენცია რა გინდა. ღირებულებები სავარაუდოდ ჭირდებათ ისეთი, რომ აღზარდონ სისტემისთვის ლოიალური ადამიანები, როგორც ამას აკეთებს დღეს რუსეთი და ამას აკეთებდა საბჭოთა კავშირი. მოგონილი იდეოლოგია, უბრალოდ იდეოლოგიაც არ აქვს დიდი მაგათგან განსხვავება. ხო, არა და უბრალოდ არა, ერთთავარი იდეოლოგია არის ერთი ადამიანისადმი ლოიალურობა და მის მიმართ თვალებში შევციცინებდეთ და მის ძალაუფლებას და სიმღერებს უმღეროდეთ, მის პორტრეტებს ხატავდეთ და ასე შემდეგ. ეს კატასტროფა არის ხა, ნამდვილად არ გამორიცხავ, რომ რაღაცა ოქტომბრელების და რაღაც დაახლოებით მისი მოდიფიცირებული რაღაცებიც მოიგონონ, იმიტომ რომ რუსეთში ამას აკეთებენ, ხო? ხო, ეხლა რაც შეეხება მიმართულება, მე არ მინდა რომ მთლიანად რაღაცა მათ რაღაცა აი ამ ბოდვაზე პასუხისგაცემის რეჟიმში გადავიდე. მე მინდა ვილაპარაკო იმაზე, რომ რეალურად რა საჭიროებები აქვს სკოლას და რა არ არის აქ. ამათმა დაიყვანეს ფაქტიურად გარდა აი რაღაცა უბრალოდ წერია, რომ მაგალითად მიექცევა ყურადღება ფუნდამენტურ საგნებს. მე აქ წერია, რომ ზოგხან წერია, რომ უმთავრესი არის ქართული ენა და ლიტერატურა. მე წერია, რომ არის ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნები უმთავრესი, ანუ რომელი საკვანძოა ისა ეს უმთავრესია, ანუ გასაგებია ჭადრაკი, რომელიც ეხა მათმა მინისტრმა შეიტანა, ეხა შეიძლება არ არის აუცილებელი საგანი რა და როდესაც მართლა განსატვირთი არის ეროვნული სასწავლო გეგმა და გადასანაწილებელი იყო ეს 12 წელიწადზე და ეს ეროვნული სასწავლო გეგმა და ეს 12 წელიწადი მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ეს პროგრამა განაწილებული იყო. ეხა არავინ ილუზიაში არ არის, რომ მე-12 კლასის მიმართული მე-12 კლასი ფაქტიურად ჩავარდნილი იყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს უნდა და მე-11 კლასი ჩავარდეს. ეს ხომ არ არის და ხელი რო აქტივდეს და იმის მაგალითად იქნება რომ მოიკვეთო, ხო? ამის ამპუტაცია არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ ეხლა ზუსტად იგივენაირად იქნება მე-11 კლასი, რა თქმა უნდა. მე-12 კლასი იმიტომ იყო ფაქტიურად ჩავარდი, რომ ჯერ ესეთი ვერ იყო დატვირთული შესაბამისად და მეორე ის რომ უმრავლესობა ვინც აპირებდა უმაღლეს ჩაბარებას ემზადებოდა რეპეტიტორებთან, იმიტომ რომ სკოლა ამის სკოლა ამის იმას რა ქვია შესაძლებლობას ვერ აძლევდა და ამ დანაკლისების შევსება უნდა მშობლებზე გადადიოდა და დამატებით ეხა ეს ბავშვები 4 საგანში ემზადებოდნენ და ეს და ეხა ესენი თურმე მე-11 კლასში რეპეტიტორიუმს გააკეთებდნენ და იქ იქნება მოკლედ იქ მოემზადებიან განაცვლად გარეთ მომზადებისა მოემზადებიან ზოგადად რო ვიცოდეთ და მთელი განათლების სისტემა თურმე მორგებული იქნება გამოცდებზე ეროვნულ გამოცდებზე ეს არის მთლიანად განათლების პარადიგმის მორღვევა იმიტომ რომ ზოგადი განათლება არ არის გამოცდებისთვის მომზადება გამოცდებისთვის მომზადება არის ძალიან მყიფე გამოცდებისთვის მომზადებისთვის მიღებული ცოდნა უნარებზე არა მაქვს ლაპარაკი, იმიტომ რომ უნარები საერთოდ იქ არა ლაპარაკი. ხო, ეს ცოდნა არის გამოცდებისთვის და გამოცდების მოთავებისთანავე ეს ცოდნა უკიდურესად პასიურ რეჟიმში გადადის და ეს არ არის განათლების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ანუ ჩვენ რაღაცნაირად ესე იგი აბსოლუტურად, ანუ აქ ძალიან განათლების მიზნებს აცდენილია, მოკლედ ეს. ჩანს რომ არის დილეტანტების ნამუშევარი, იმიტომ რომ მე ხა მაგალითად ხო, რომელიც 2000 წლიდან ამ სფეროში ვარ, ხო ჯერ კიდე შევარდნაძის პერიოდიდან, სამოქალაქო სექტორში ვიყავი მაშინაც და ნუ ეხლა პარტიაში ვარ, ხო ესე მოგვიწია და მე ფაქტიურად ყველას ვიცნობ ამ სფეროში, ვისაც კი ჭუა მოეკითხება და არავინ არ ამართლებს ამას. ჩემ გარშემო არ არსებობს ადამიანი, რომელთანაც ეს კონსულტაცია გაიარეს. არ ვიცი, ვინ ხართ განათლების სპეციალისტები? ძალიან თხოვა თქვენი ეთერით. თხოვთ, ხმამაღლა თქვით, ვისთან გაიარა კონსულტაცია განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, განათლების პროფესიონალებთან, განათლების სპეციალისტებთან. საჯაროდ ან Facebook-ზე დაწერეთ, ან რა ვიცი, მე მომწერეთ, ან რაღაცა თქვით, ხო? ესეთი საერთოდ არ იძებნება და ეს რეალურად აი აქ ყველაფერში ჩანს, რომ რეალურად კონკრეტული რაც არის ნათქვამი, არაფერზე კონკრეტულად არ არის ლაპარაკი, რომ კიდე განვითარდება, გაუმჯობესდება, როგორ გაუმჯობესდება, რა განვითარდება, აქამდე რატო არ განვითარდა, ხო, რომ კიდე ახალი სქემა უნდა დაინერგოს თურმე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, წინასქების რა ხარვეზები იყო, ის რატო შეცვალეს და რატო გადაუყარეს ხალხში. არანაირი არგუმენტირებული მსჯელობა, კვლევა და ასე შემდეგ. ბაზაზე იქნება პროფესიული განვითარება, ჩვენ უამრავი დოკუმენტი მოუმზადეთ, გამზადებული აქვს, წაიკითხონ მაინც. სულ არ მინდა რომ ჩემი სახელი ერქვას.
ხელისუფლებას დაიბრალონ, რომ მათი არის და ჩემი რა, ნუ ჩვენი ორგანიზაციის და იმ ადამიანს დაიბრალონ, გააკეთონ, განზადებული რა არის. რადგან სამცარიელი ტექსტის უკან. ხო და რას ვამბობ, რომ რეალურად ესენი ფაქტიურად კლავენ განათლების სისტემას, მხოლოდ დაყავთ იმაზე, რომ თვითონ უნდა ჩაერიონ ყველაფერში, ანუ უნდა იყოს მაქსიმალურად ცენტრალიზებული, ხო და რას ხო და ეხლა რა ჩანს, რატო ჩანს წარმოიდგინეთ ისეთ საკითხები, როგორც არის სკოლაში მობიურის გამოყენება თუ არ გამოყენება, სასკოლო ფორმები, ხალხო, სასკოლო ფორმებზე გველაპარაკებიან, როცა აი უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, სხვა მიმართულებით ბავშვებს შეათ, ხო? მონგრეული არის, ლაბორატორიები არ არის, ტუალეტები არ აქვს, ბავშვს ხელის დასაბანი წყალი არ აქვს და ასე შემდეგ, გვეუბნებიან, რომ თურმე სასკოლო ფორმებს ამ ბავშვებს რომ ჩააცვამენ, ეს სოციალური განსხვავებები დაიკარგება. ეს არის როგორი დონის აბსურდი, იცით, რომ აი რა ვიცი, რა გითხრათ, ეს კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ აგერ მშობლები, ვინც გვიყურებენ, ხო, გვიყურებს დაწყებითი კლასების, რომლებსაც მოუწევთ აი ამ ფორმების გამოყენება, რაღაცა შეიძლება ერთი კომპლექტი მიცენ მათ უფასოდ, მაგრამ ეს არავის ეს დამატებითი ტვირთი იქნება მათთვის, იმიტომ დამატებით კიდე ახლა ერთი ეხა რომ ვის გონია, რომ ეხა დინჯად ტაატით იმოძრავებენ ბავშვები ეხა დერეფნებში შესვენებაზე და ეს ფორმა არ დაეხევათ, არ დაესწრებათ და როგორც მინიმუმ ერთი 3 კომპლექტი მაინც ხო უნდა კონდეს, რომ ამ ბავშვმა რაღაცა მოიცვალო, შაანაცვა, გაეხეს, გაუფუჭდეს. ეს დამატებით ტვირთი, ესენი ხო უნდა აკერინონ თვითონ და მოკლედ იყოს ერთი ამბავი ამაზე და დამატებითი ბიუროკრატია, მაგრამ ამაზე ფული გაკეთდება სამაგიეროდ, რომ წარმოიდგინეთ, ეხა რამდენი ფორმა უნდა შეაკერინონ, ვიღაცა კაი ტენდერს მოიგებს და კაი ამბავი იქნება. ხო, ეს არის სიგიჟე, რომ სოციალურ უთანასწორობას ესენი თუნდაც ფორმებით ებრძვიან და ეს რატო ვლაპარაკობ ამ ფორმების და ამ სიგიჟეზე, იმიტომ რომ ის არის რა, ეს აღწერს ეს არის მარკერი იმისა თუ რანაირ პოლიტიკას ატარებენ, რომ რაღაცნაირად ამ ბავშვებს ვითომ ჩააცმენ აი ამ ფორმებს და აყენებენ ფოტოებს გადაუღებენ, რომ აი ყველას ერთნაირად აცვია და არავის არ უჭირს. ხო, აი ეს არის იმიტირებული როგორც სურსათზე, ფასებზე და ასე შემდეგ. რატო უნდა გადაუწყვიტოს შეჯამებისკენ უნდა წავიდეთ. რატო უნდა გადაუწყვიტოს სკოლას განათლების სამინისტრომ მე ტელეფონებს გამოვიყენებ თუ არა? იმიტომ გონში არ არის ტელეფონებს ეხა უამრავი მასწავლებელი იყებს გასაგანმანათლებლო მიზნებით ტესტებს ატარებინებენ, უამრავი პროგრამა არის, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ ეს გამოიყენოს. ყველაფერს ესენი აკეთებენ იმისთვის, რომ ეს სისტემა დაანგრიონ, ეს სისტემა დაიყვანონ იქამდე, რომ ჩვენ ჯერ ესეთი ისეთი კიდევ უფრო გააღრმავონ სოციალური უთანასწორობა, კიდევ უფრო მეტი პრობლემები შეუქმნեն, რომ კიდევ უფრო გართულდება უმაღლესი მიღება მეორეს მხრივ და კიდევ უფრო ნაკლები იქნება დრო, ნაკლები იქნება სივრცე განათლებისთვის, ზოგადი განათლების საფეხურზე. წარმოიდგინეთ და მშობლებს კიდევ მე ტვირთს რა ქვია აკისრებენ და რაღაცა ისო სპორტი და ის უნდა განვავითაროთ არაფორმალური განათლება ამისთვის ბიუჯეტი არა ჩვენ ვეუბნებოდით რომ ისევ საათობრივი დატვირთვით ნუ გაქვთ ეს ამ სქემაზე მასწავლებლის პროფესიული ანაზღაურების კი სახელმწიფო ანაზღაურების სქემა ნუ გაქვთ ისევ საათებზე იმიტომ რომ პერფორმანსზეც უნდა იყოს მე რო კლუბის ხელმძღვანელი ვარ მაშინ რატო არა მაგ დანამატი ამ არაფორმალურ განათლებას მე როგორ ტოვებენ წარმოდგენა არა როგორ უნდა დატოვო ბავშვი მაგალითად 2 საათის მერე სკოლაში გინა სპორტზე გინა არაფორმალურ განათლებას გული მისდის იმას ისეშია შენ თუ ყვების პროგრამა არა გაქვს შენ თუ აი იმიტომ რომ ესენი ვერ ხედავენ კომპლექსურად ამას ამათი ამოცანა არის რომ სისტემა მოაქციონ ისეთ დონეზე რომ ერთის მხრივ განათლების დონე იყოს დაბალი და მორჩილი და ლოიალური აი აქ უწერიათ რომ ერთი სახელმძღვანელო იქნება თვითონ დაწერენ რასაც უნდათ იმას ჩაწერენ და ასე შემდეგ უახლესი ისტორიის მათ შორის და ასე შემდეგ და მეორე მხრივ უნდათ რომ სკოლა იყოს აი ესეთი ბავშვები იყვნენ ესეთები გაიზარდოს სისტემის ადმილოიალურები რომ კრიტიკული აზროვნების გარშე რომ ვერ მიხვდნენ და მეორე მხრივ უნდათ რომ სკოლა იყოს უბრალოდ მათი რაღაცა რეგიონალური ოფისები რომელიც არჩევნების დროს რაღაცების კოორდინაციას მოახდენენ უბრალოდ ესეც აღარ ჭირდებათ ეხლა მაინც და მაინც და ესეც უკვე მიშვებული აქვს და ამ მასწავლებლებსაც გაუშვებენ იმიტომ საათების რაოდენობაც შემცირდება რადიკალურად მოკლედ მასწავლებლებიც უდღეში არიან მშობლებიც უდღეში არიან და მთლიანად საზოგადოება ყველანი ვართ უდღეში მარტო იმიტომ რომ ესენი დარჩნენ ხელისუფლებაში მეტი რა უნდა ვთქვა